გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით სოფელ ჩუმლახში, აგრონომის მეგობარ ფერმერ გიორგი ახალაურთან სტუმრად. ატმის ბაღი აქვს, რამოდენიმე დღე გადამული წვიმები იყო, დღეს გამოიდარა და დილიდან დავადექით თავზე. გიორგი, გამარჯობა, მადლობა მასპინძლობისთვის. ამიდების მიუხედავად, მშვენიერ ფორმაში არის ბაღი. პირველ რიგში მაინტერესებს, რა ფართობზე არის გაშენებული? ჯამში მაგ გაშენებული სამნაირი კულტურა 20 ჰექტარზე. დაახლოებით 8000 ძირი. 8000 ძირია. სხვათაშორის გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული კლიენტი აგრონომის, თვითონ იცის თავის ბაღს რა ჭირდება, რა პრეპარატი აღარ მაწუხებს ხოლმე და დამირეკავს მინდა ეს სამალი ამდენი ლიტრი და სამი ჯიში არის ესე 20 ჰექტარზე გადანაწილებული. არა, სამი არა, სამი კულტურაა. მსხალი, გარგარი და ატამი. კი ბატონო, და ატამში რა ჯიშებია? ატამში დაახლოებით ამაკ 9 ჯიშის ატამი და ვაშლატამა ერთად. გიორგი, ატმის ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის ხოლმე მავნებელი. კონკრეტულად თქვენ ბაღში რა მავნებლები გყავთ, როგორ მოაგვარეთ მათი პრობლემა? ზოგადად, პირველ რიგში იწამლება ატამი ზამთრის პერიოდში, ზამთრის დასასრულს სოკოვან დაავადებებზე, სპილენძის შემცველი წამლებით. შემდეგ იწამლება ცრუფარიანის საწინააღმდეგო ზეთოვანი წამლებით. და მერე ვიწყებთ ნელ-ნელა უკვე სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლას. როგორიც არის მწვანებუგრი, როგორიც არის ცრუფარიანა, როგორიც არის ახლა წვიმების შემდეგ იცის ეს პერიოდი ნაცარი ადვილად ჩდება ამ პერიოდში ნაცარზე გადამული წვიმები იყო როგორც ვიცი კვირაზე ნაცარზე მერე უკვე რომ სიმწიფეში ნაყოფი უკვე დავიწყებთ მატლზე წამლას ეხლა პარალელურად მიდის წამლობა ტრაქტორები მუშაობენ და აგრონომის რომელი პრეპარატები შედის და რა მიზანი აქვს ანუ რა დაავადება უნდა გააჩეროს აგრონომის შემაკ ეხლა მე ინსანკარი და პრივატი არის ნივთიერება რომელიც მუშაობს ქედზე და ნაცარზე. ინსანკარი მუშაობს ბუგრებზე და მავნებლებზე. ძალიან კაი პრეპარატია ინსანკარიც და პრივატიც. სხვადასხვა ინსანკარი ახსენა და მეგრელებს გაუხარდებათ, ფაროსანაზე არის ინსანკარი ერთ-ერთი საუკეთესო. ეგას რო იცოდეთ შემდგომში, მე რთხილზეც გადავიღებთ. რაც მაინტერესებს ახლა მე რამდენი წამლობა არის? ანუ ყვავილობას რამდენი ხანია მორჩა, რა პერიოდი და მე რამდენი წამლობა არის? ყვავილობას ატამი დაახლოებით მორჩა ბოლომდე 2-3 კვირის წინ. დღევანდელი წამლიანად ეს არის მე-7 წამალი. მე-7 წამლობა. აი ამის მოსმენა მინდოდა. პირველი 3 წამალი არის ხუჭუჭის საწინააღმდეგო. და შემდეგ უკვე იწყება ნაცრის საწინააღმდეგო და მავნებლები როგორც არის ბუგრები, ფარიანები, ნაყოფიჭამიები და მთლიანად ანუ გეგმაში წლის დასაწყისში ყოველდღიურად თუ ისე გაწერილი რამდენი წამლობა უნდა ჩატარდეს. ჯიშს გააჩნია, არის ჯიშები, რომელიც ივნისის დასაწყისში მოდის, იწევა და ივნისის შუა რიცხვებში ილევა. და არის ჯიშები, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში მოდის და სექტემბრის დასაწყისში ილევა. გასაგებია. მაგალითად ეს ვაშლატავა მოდის აგვისტოს 15-ის, 12, 16-ისკენ და დაახლოებით 10 დღე, 12 დღე გრძელდება. და რომელიც მაგალითად ესპანურ ვაშლატამას რასაც ეძახიან, ის დაახლოებით ივნისის 5-ში მოდის. და ივნისის 25-ში უკვე აღარ არის ეს ვაშლატამა და იმას იმდენი წამლა არ სჭირდება, ამას ბევრი წამლა სჭირდება. არის შემთხვევები, რომ 17-ჯერ, 18-ჯერ მოგვიწამლია ეს ვაშლატამა. ხუჭუჭაზე საბაკემ დოდინი და პროტექტი გამოვიყეთ. მოკლედ მეგობრებო, ეს რატო ვკითხო, რომ მე-7 წამლობა არის. ვისაც გაქვთ დიდი ფართობები და გინდათ რომ ამით კარგი მოსავალი და კარგი შედეგი მიიღოთ, წამლობა ჭირდება. მერე ნუაბრალებთ ნუც კომპანიას, ნურც წამალს. ერთხელ წამლობა და მეზობელმა მითხრა და საფნიანი წყალი, ანუ მასი არა, ჭირდება წამლობა, რომ კარგი შედეგი მიიღოთ. გადაგმული წვიმები რო იყო პრაქტიკულად 1 თვე წვიმდა. ძალიან ბევრ ატამს დაემართა ხუჭუჭა. ახლა ხუჭუჭის შველა ძალიან რთულია. მაგრამ დოდინით ასე თუ ისე გამოსწორებული არის. რაც დოდინი დავასხი, ახალი ხუჭუჭა არ წამოიღო. მაგრამ ძველი ხუჭუჭის გარიდება ესეთი პრეპარატი პრაქტიკულად არ არსებობს, ხუჭუჭა დაემართოს, დაასხა და გაარიდო. ხო და ის საბანკებ დოდინზე ანუ რას თქვით, რომ ახალი აღარ გაჩენილა და მით უმეტეს ესეთ რთულ პირობებში როგორც ანუ წვიმა იყო, ახალი პათოგენები აღარ გაჩნდა. ანუ ნიშნულოვანი არის საბაკემ დოდინი და ზოგადად ნებისმიერი პრეპარატი შევიტანოთ ხოლმე მანამდე სანამ დაავადება გაჩნდება, იმიტომ რომ გაჩენილ დაავადებას უკვე დამატებითი ხარჯი მოაქვს, დამატებითი შრომა და დამატებითი დრო. პრევენციის მიზნით საერთოდ პრეპარატი იმდენი რაოდენობით არც იხარჯება. და საბაკემ დოდინი რო გაიხსნას პრევენციის მიზნით 1 ლიტრი საკმარისი იქნება. ანუ ორჯერ უფრო ნაკლები ხარჯია. ორჯერ უფრო ნაკლები ხარჯია. კი ბატონო, ეხლა ამდენი შრომის მიზანი რაც არის? მოსავალი, დაახლოებით რამდენ მოსავალს ელოდებით, რა რაოდენობას? საერთოდ ატმის საშუალო საგექტარო მოსავალი არის 35 ტონა გექტარზე. არის შემთხვევები, რომ დიდი ორჯერ მეტი დაკრეფილა, მაგრამ საშუალოდ
35-დან 30-დან 40 ტონამდე უნდა იანგარიშო. და 20 ჰექტარზე მშვენიერია. იმიტომ რომ აი კრების მომენტშიც ჩამოვალთ. არის შემთხვევები, რომ დაკრეფილია 60 ტონები 1 ჰექტარზე. მაგრამ ეგ არის ძალიან იშვიათ შემთხვევაში. თან აქვს მნიშვნელობა ჯიშებს. არის ჯიშები, რომელიც განსაკუთრებით მსხმოიარეებია, არის ჯიშები, რომელმაც არის ისეთი სხმა და აი 30-დან 40 ტონამდე უნდა იანგარიშოს საშუალოდ, კი ბატონო, და სად ხდება შემდეგ რეალიზაცია? იმპორტზე გადის ძირითადად ეს ატამი. ადგილობრივ ბაზარსაც გააქვს, მაგრამ ადგილობრივ ბაზარს გააქვს ალბათ 10% სულ, რაც ატმის მოსავალი არსებობს. დანარჩენი 90% გადის სულ იმპორტზე. კი ბატონო. ადგილობრივ ბაზარზე უფრო ძირითადად ადრეულა ჯიშები გადის. ადრეულა ჯიშები, აი მაისი, ივნისის დასაწყისში რომ მოდის ატამი, ვაშლეტავები, ეგენი უფრო ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს. იყიდება, მაგრამ ეს დიდი მასები რაც მოდის, ისინი ძირითადად გადის სულ იმპორტზე. გიორგი, გავიგე, ამდენი შრომა წვალება, მაგრამ როდის რჩებით ბოლოწამლობა, როდის ხდება და როდის უნდა დააბინავთ შემდეგ მოსავალს? პირველ მოსავალს ავიღებთ ჩვენ დაახლოებით 8-10 ივნისიდან. და ბოლო მოსავალს ავიღებთ დაახლოებით დავიწყებთ კრეფას 15 აგვისტოდან. და ალბათ 14-ში, 13 აგვისტოს ბოლოს მოვწამლით და დავანებებთ თავს. აგვისტოში ყველა ვისვენებთ ესე. კი ბატონო. აგვისტოში არა, სექტემბრამდე გაგრძელდება ეს ბოლო ჯიში. დაახლოებით 12-15 დღე გაგრძელდება. კვალი ვაშლატამა. დამთავრდება ეს კვალი ვაშლატამა და მერე დაიწყება დეკემბრის ბოლოს ახალი ციკლი გასვლა. მერე წავალთ ახალ წრეზე ესე. შუა რიცხვების მერე ისევ თავიდან პირველი მოწამლა წავალთ ახალ წრეზე. კი ბატონო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. ეხა წამლობები მიმდინარეობს. თუ მოხდა სასაული და წამალმა არ იმუშავა, გიორგის დარეკილს არ ავიღებთ. თუ რამე არის მომავალი დღეებში, წვიმა არის გამოცხადებული და იმას დავაბრალებთ ყველაფერს. მიზეზები არ დაგველევა. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით ნახვამდის.